ახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალების შესახებ რადიო თავისუფლებამ სტატია გამოაქვეყნა. საუბარია სუროგატ დედებზე, რომლებსაც მშობიარობის შემდეგ უკვე მესამე თვეა ჰონორარს არ უხდიან. საქმის დეტალები ნუცა ბახუტაშვილმა იცის, რომელიც პირდაპირ ეთერში აგრძელებს ამ თემაზე საუბარს. უბის ავტოვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დაკეტილ ჰოსტელში შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სუროგატი დედების ნაწილი პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დღეს 4 აპრილს არიან დაბარებულები. როგორც ირკვევა, სუროგატ დედებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არაერთხელ მიუმართავთ პოლიციისა და პროკურატურისთვის, იმის შესახებ, რომ ისინი თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლება მომხდარზე ვრცელი საგამოძიებო სტატია მოამზადა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტოვაგზალთან ჰოსტელში რადიო თავისუფლების სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე რამდენიმე საათში 3 აპრილს საღამოს 5 საათისკენ გამოჩნდნენ და იქ მყოფ ქალებს რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderlis საქმიანობის შესახებ დეტალები გამოკითხეს. კომპანია Kinderlim, რომელიც თბილისში ოფისები მარტის ბოლოს დახურა სუროგატი ქალების ნაწილს, შვილებთან ერთად დახურულ ჰოსტელში რამდენიმე დღის წინ შესახლება შესთავაზა და ასეც მოიქცა. თვეები რაც კომპანია Kinderli ჰონორარს არ უხდის სუროგატ დედებს, მათ შორის არ უხდის არც ყოველდღიურ ანაზღაურებას. ქალების უმეტესობამ რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული $16,000-დან $22,000-მდე მათ ამ დრომდე არ მიუღიათ. დაზარალებული სუროგატი დედების შესახებ პრინციპში თებერვლის დასაწყისიდან ვმუშაობ. ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდნენ პირველად ყაზახი ქალები, ყაზახი სუროგატი დედები ჩემთან ხაზზე და საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ აქ ჩამოიყვანა კომპანიამ ეს ქალები, ბავშვები გააჩინეს ქალებმა და შემდეგ უკვე თვეების განმავლობაში ისინი დატოვეს ჰონორარის გარეშე. და რაც თავარია ასევე დღიური შემოსავლის გარეშე, იმიტომ რომ ეს ქალები უცხო ქვეყნიდან არიან, სრული პასუხისმგებლობა ამ ქალებზე აღებული აქვთ საამ სააგენტოს. გაირკვა, რომ ეს ქალები, უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქალები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეებიც, რუსეთის მოქალაქეებიც, საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ეს ქალები იძულებით შეასახლა კომპანიამ ეგრეთ წოდებულ დაკეტილ ჰოსტელში ავტოვაგზლის ტერიტორიაზე ანაზღაურების გარეშე, ესე იგი ჰონორარების გარეშე. ამ ქალების უმრავლესობას ბავშვები უკვე თვეების წინ ყავდა გაჩენილი. ნაწილი 3 ქალი მაგალითად არის ორსულად და მათ ითხოვეს მოკლედ დახმარება. ესე იგი კვირების განმავლობაში ისინი დადიოდნენ პოლიციაში, პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში, წერდნენ განცხადებებს, პროკურატურაში ჰქონდათ გაწერილი რამდენიმე განცხადება, თუმცა არანაირი გამოხმაურება სამართლოდამცავების მხრიდან არ იყო. მე ჩემ სტატიაში მიწერია კიდეც რაღაცნაირად თაიმლაინივით, ესე იგი აღრიცხული მაქვს რომელ თვეში, რომელ დღეს, სად და როგორ მიმართეს ამ ქალებმა პოლიციას, პროკურატურას, თუმცა გამოძიება არ იწყებოდა. შეპესე Kinderli ჯორჯია საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი არიან. კომპანია ამავე სახელწოდებით ფუნქციონირებს უკრაინაშიც, კიევში და ქალებს თავაზობს როგორც სუროგატ დედობას, ისე კვერცხუჯრედების დონორობას. რადიო თავისუფლებამ არაერთხელ სცადა დაკავშირებოდა კომპანიის დამფუძნებლებს, თუმცა უშედეგოდ. უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკო საქართველოში არ იმყოფება, ხოლო არმენ მელიქიანი დიდი ალბათობით ამ დრომდე რჩება ქვეყანაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების შესახებ დეტალებს ამ დრომდე არ აქვეყნებს. შესაბამისად, უცნობია თუ რა მუხლით დაიწყეს მათ ძიება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუროგატი დედები საქართველოში კომპანიების მხრიდან თაღლითობის მსხვერპლი ხდებიან. ფორმულა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გიყვებოდა ტაილანდელი სუროგატი დედების შესახებ, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დაიწყო გამოძიება. მაშინ ინფორმაცია ტაილანდურმა მედიამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც 3 დაზარალებული ქალი სომხეთის გავლით საქართველოში მოტყუებით ჩამოყვანაზე საუბრობდა.